Куда отправимся? Какой край желает посетить могучая Кассандра? Мегариду. Мегариду. Но ведь там идет война. Я должна убить одного полководца. Кого? Его имя Волк. Волк? Кому нужна смерть Николауса из Спарты? Николауса из Спарты? Оракул определила его судьбу. Если он не умрет, Спарта падет. Останови их! Нет, он не опасен. Он поможет. Он поведет нас. Молчать! Нет! Не надо! Нет! Убийца! Она убила его! Брось ее вниз! Смой с себя этот позор. Заплати жизнью за жизнь. Взгляни на Она не меня, такая, как мы. Не слушай! Николаус! Не слушай! Нет! Нет! Не слушай! Николаус! Не надо! Отец! Николаус! Стой! Николаус! Нет! Николаус! Николаус, послушай! Взгляни на меня, Николаус! Нет! Не слушай! Ты осквернен. Избавь себя от скверны. Отец! Ради Спарты. Отец! Нет, мое дитя! Кассандра! Кассандра! Плывем в Мегариду. Скорей. Боги, но зачем? Почему мы должны рисковать своими жизнями и плыть туда? Потому что Волк из Спарты мой отец. Чудесный морской бриз. На палубе всегда так качает. Ха-ха, у тебя есть прекрасная возможность привыкнуть к качке. А? О чем ты? Ну, пока циклоп мял мне бока, его пираты забрали мой груз. Я знаю, куда они направляются. Что, если нам вернуть его? Конечно. Хорошая проверка для команды и корабля. Ну, вперед! Отплыли! ვაიმე რა საშინელებაა ეს რა გავიგეთ. ესე იგი სპარტელებს უნდათ კასანდრას პატარა ძმა ალექსიოსი მსხვერპლად შეეწირათ. და მამამისი იყო ამაზე თანახმა. დედა კი ყვიროდა არაო, მაგრამ კასანდრა მერე ხელი შეუშალა და მამამის გამო კასანდრა გადააგდო კლდიდან. რა საშინელება არის. შემდეგ კასანდრამ
რაღაცნაირად გადარჩა, არ მოკვდა. ზღვამ გარიყა მერე და მერე იპოვა მარკოსმა და გაზარდა პატარა კასანდრა. მაგრამ ეს რა არის? ახლა კასანდრა მიდის კუნძულზე, რათა იპოვოს მამამისი. მაგრამ ჯერ აქ უნდა დავიბრუნოთ ბარნაბას ტვირთი, რომელიც მეკობრეებმა წაართვეს. ესენი ციკლოპის ხალხი არიან. და ახლა საზღვაო ომში ვარ ჩაბმულები პირველად ამ თამაში. ძველებური გემები, ახლა ვისაც Assassin's Creed Black Flag თამაშები აქვს და უყვარს ეს თამაში, იქ აურ გემებს ნამდვილად ვერ შეედრება ოდისეას გემები. იმიტომ რომ დიდი სხვაობა არის დროში არის დიდი სხვაობა. ეს ოდისეაში რაც ხდება, ყველაფერი ხდება ჩვენ წელთაღრიცხვამდე 430 წელს. ამიტომ იქ არ არის ზარბაზნები, არ არის დამბაჩები და ასე შემდეგ. ძველებური გემები, ეს მშვილდის რით უნდა ებრძოლო. კიჩო გაქვს, ასე თქვათ, გემის კიჩო, ეს Assassin's Creed Black Flag-შიც არის. რაც უფრო ძლიერი გემის კიჩო გაქვს, მით უფრო ძლიერ თართხმას აყენებ მოწინააღმდეგის გემს და აგერ ასე ბრძოლით ახლა დავაზიანეთ სერიოზულად ეს გემი და ახლა უნდა დავიფხროთ. მაგრამ მე მგონი შეცდომა დაუშვი. მე უნდა გამენადგურებინა ეს გემი. ანუ არ უნდა გადავსულიყავი ამ გემზე და პირდაპირ ჩამეძირა. მაგრამ არა უშავს. დავამარცხოთ, მოდი ესენი რანგის მომატებაში მაინც გამოგვადგებიან, გამოცდილებას მიიღებთ ბრძოლისას. თუმცა ჯობდა რომ ჩამეძირა პირდაპირ ეს გემი, ასე მისია ასეთია. გაანადგურეთ ბარნაბას გემი, რომელსაც აქ ბარნაბას ტვირთი. მაგრამ არა უშავს, პარა მივახოლოთ ესენიც. აღარ დარჩნენ ბევრი. საინტერესოა ის, რომ ამათ როცა წყალში ჩააგდებ, ზოგიერთი ვეღარ ამოდის. ანუ იქ იძირება ან იხჩობა. წყალში არის ახლა 4-3 კაცი. და ჩაიხჩნენ. აი რანგი მოგვემატა. ამისთვის ღირდა ბრძოლა. მე-6 რანგი. დავიმსახურეთ, გემი იძირება. მისია მეგონი შესრულებულია. კარგი, გადავიდეთ ახლა. Из-за этих пиратов скинули мои товарищи. Спарта и Афины рвут друг другу глотки, и в море стало опасно. Нам нужны новые члены команды. Я знаю отличного лучника. Он мог бы нам пригодиться. Где нам найти? Ну, его придется убеждать. О чем ты? Оставь его на борт, и я его уговорю. Драхмы подсластят сделку. Он должен быть без сознания? Нет. Нужно лишь немного его усмирить. Потом доставить на корабль для беседы. Все будет хорошо. Обещаю. აჰა. ბარნაბამ და კასანდრამ მოილაპარაკეს, რომ გაძლიერება ჭირდებათ შემადგენლობის, ეს ვინ გვებრძვის რა უნდა. ამისთვის რო არ დავკარგოთ, მოუჩქაროთ და გავიქცეთ. მოკლედ, შემადგენლობის გაძლიერება გადაწყვეტეს და ამისთვის საჭირო არის კარგი მშვილდოსანი. ბარნაბამ იცის რაც შეიძლება კარგი მშვილდოსნის პოვნა და ახლა მივდივართ ამ მშვილდოსნის სანახავად და მოსალაპარაკებლად, რომ დავითანხმოთ იმუშაოს ჩვენს გემზე. შეუერთეს ჩვენი გემის შემადგენლობას. აჰა, მიუახლოვდით, სადღაც აქ არის. უნდა გადავიდეთ ამ კუნძულზე.
აბა ნახოთ. გადავიდეთ ახლა ამ კუნძულზე და ვიპოვოთ მშვილდოსანი, რომელსაც შევთავაზებთ ან დავაძალებთ ჩვენ გემზე იმუშაოს. აბა სად არის ვიპოვოთ, მოდი არწივია ვაფრინოთ. Вот. აჰა, აგერ არის. კიდევ რა გვაქვს? სკივრია, 3 ყაჩაღი. ისეთი არაფერი. აბა მივიდეთ ახლა რა შეგვიძლია. ეს უნდა გავთიშოთ 101 არ კლავ უბრალოდ თიშავ. так გვაქვს ალტით შეგვიძლია ის დავიქირავოთ. ასე გათიშული ადამიანი, რომელიც ცოცხალია, შეგვიძლია ალტის მეშვეობით Ты не боишься დაიქირავო და опасности? შეუერთო შენი გემის შემადგენლობას. აი ასე. ეს მშვილდოსანიც უკვე ჩვენს გემზე არის. ახლა მივიდეთ ბარნაბასთან და დაველაპარაკოთ. Вот он. Он станет ценным членом команды. Этого хватит? Не беспокойся. У нас еще будет возможность набрать в команду больше людей. Думаю, они нам понадобятся. Держим курс на Мегариду. Долгий путь способствует отдыху. Но ведь это не про нам. Если захочешь развлечься, почитай мой судовой журнал. Я записываю все. არა მაგავართ და მოდი ეს სკივრი აღარ დავტოვოთ. იქნებ რა იყოს ამ სკივრში, მოდი. ავიღოთ, ნახოთ რა არის. ფული მაინც იქნება, სხვა თუ არაფერი. შეგვიძლია ბრძოლის გარეშე თუ არ დაგვინახავენ. იყო ნიცოცხლო. აჰა, ცოტა ფულია, შუბია მე-6 რანგის. კარგი, გავაგზელოთ. აქ ისრები არ არის. გავაგზელოთ, აბა. ახლა სადღა უნდა წავიდეთ? აბა ჯერ მივიდეთ გემზე და ვნახოთ. შემდეგ სად უნდა წავიდეთ? მოკლედ, გემი ვნახოთ. გემის შემადგენლობა. ესე გემს აქ შეგიძლია აფრები შეუცვალო. მე აქ კიდე ბევრი გამოჩნდება, სხვა ვარიანტები. იყოს ახლა 8 ფეხა, კრაკენი. ეს მშვილდოსანი, რომელიც შეუერთა ჩვენს გემს შემადგენლობას. აქ როგორ შეგიძლია უნიფორმა ჩააცვა შენი გემის ეკიპაჟს. მოდი ასეთები იყვნენ. და აქ უნარები, ახლა უნარებში არც ერთი არ მომწონს, ამიტომ მე ფიქრობ შხამი გავაძლიერო. ის შხამი, რომელიც მაქვს, კიდევ უფრო გავაძლიერო და უფრო შხამიანი გახდეს ჩემი იარაღი. აღჭურვილობაში აბა რა გვაქვს? მე-6 დონის ხმალი პატარა, სხვა განსაკუთრებული არაფერი, ჯერჯერობით და დავალება. და აქ აი სხვა მისიებიც გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მთავარი ოდისია. ჯერ სხვა მისიებისთვის მაინც არ გვაქვს შესაბამისი რანგი. მოკლედ შემდეგ ვიდეოში გავაგზავნებ ზღვაში მოგზაურობას და უნდა მივიდეთ აი იქით 2300 მეტრის დაცილებულ რაღაც ადგილზე. სავარაუდოდ კუნძულზე, სადაც კასანდრას მამა არის და ეს რას საშინელება გაუკეთებია კასანდრას მამას. მოკლედ ძალიან მაინტერესებს რა იქნება მე მომდევნო ვიდეოში. მე თვითონ და თქვენთან ერთად ვისაუბრებ ამაზე.